რამდენად შესაძლებელია წინაპრების მიერ დაშვებული ცოდვების ან შეცდომებისთვის ისჯებოდეს ადამიანი. თუ იურიდიულად შევხედავთ, მათ გამო ჩვენ არ დავისჯებით. მაგრამ ეხლა დავუშვათ თუ პაპა ლოთობს და მამა ჩვენი მის გარემოში იზრდება, ხო, მანაც შეიძლება ისწავლოს ეს. თუ ჩვენ შეიძლება იმ წიაღში ყოფნა ვისწავლოთ და თუმცა ხდება ხოლმე ისიც რომ ის კი ლოთობს, მაგრამ შვილი არ ბაძავს მას, არ სწავლობს. არსებობს ასევე გენეტიკაც, რა თქმა უნდა. მამა თუ გაუფრთხილდება თავის თავს, ჯანსაღად ცხოვრობს, სულიერად თუ ხორციელად, მისი შვილიც შესაბამისად ჯანმრთელი იქნება რა, გენეტიკა ხო მოქმედებს. თუმცა აი იმის გამო რომ ვიღაცამ რაღაც დააშავა, აი მის პასუხს ამას ჯერ არ დაბადებულ ადამიანს როგორ მოსთხოვს უფალი არა, ეს ხო ადამიანურადაც კი უსამართლობა იქნება, რო შევხედოთ აი რანაირად. უმეტესად ერთი როგორ იზავს მაგას რომ ერთის გამო მეორეს მოჰკითხოს. ის რაც არის, იმიტომ ცოდვა ისე, რასაც პირადი არჩევანით აკეთებ. რატო არა, აი მაგალითად 5-6 წლის ბავშვები აღსარებასაც კი არ ამბობენ, ხო? იმიტომ რომ მათ ჯერ არ აქვთ ის ჩამოყალიბებული არჩევანი და რა უნდა შესწოდოს იმათ თავისი არჩევანი, თუმცა ნებები მათშიც არის. როგორ არ არის, იქ ვიღაცა შორს, იქ ვიღაცა აპარტავნობს, იქ ვიღაცა. ახლა ბავშვი რო უცოდველი კი არ არის, მაშიც არის ნებები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის თავისი არჩევანით არ აკეთებს ჯერ არაფერს და უმეტეს ახლა ის 5-6 წლის ბავშვი იმის გამო რომ მამა ვიღაცას ცუდად მოექცა, ამ ბავშვს უნდა მოეკითხოს, არ იქნება ეს სამართლიანი. როგორ? არა, გააჩნია როგორ გაიგებს ადამიანი ამას. ცოდვა თაობებზე გადავა იმ შემთხვევაში თუ ეს თაობები მას მიბაძავენ. თორე იმის გამო რომ იმან რაღაცა დააშავა, დავუშვათ აი პაპამ რაღაცა მოიპარა. დღეს სასამართლო შვილიშვილს დაიჭერს იმის გამო პაპამ რომ მოიპარა? ხო არ დაიჭერს.